გაგიმარჯვეთ ჩემო ჯიგრებო, დღეს მოდი ქათმის პაშტეტი გავაკეთოთ რა. ეს ქათმის პაშტეტი ძალიან გემრიელი გამოდის რა. და ბევრი ზღიდება რა. სხვადასხვა მაღაზიებში ბევრნაირი არის, მაგრამ თავი რა არის იცი რომ საკმაოდ ძვირი ძლივს და თან საქართველოში სამწუხაროდ ვიცით ხო რა ხდება რა, რომ აი ეს ნახევარ ფაბრიკატების სოსისებში და რაღაც თემებში ძალიან ბევრი მამაძაღლობაა რა. ან რაღაცა რო ძველდება მაშინ აკეთებენ და ხშირია შემთხვევა ყველა და ყოველთვის არა. და რა მომყვა მას, მაგრამ ხშირია შემთხვევა რომ აი უჯდება რაღაც და მე გავუშვებენი იქ იმაში რა ქვია ფარში, იგივე შესაძლოა რაღაცა პაშტეტში. და ეს გავაკეთოთ ძალიან მარტივად, ეს არის უმარტივესი გასაკეთებელი პაშტეტი და გამოდის ძალიან გემრიელი. ამისთვის ადაგჭირდება, ამისთვის ნახეთ 2 ცალი ქათმის ბარგალი, ვიყიდე, წავლის ბარგლის ანაჭრებთან ერთად. აღჭირდება 2 ცალი კვერცხი. კარაქი, ცოტა ქართული აჯიკა აუცილებლად, დოგვი, შავი ციცაკა, წითელი ციცაკის მიქსი, ნიორი ხახვი, მარილი რა. ეხლა რაც თავარია და რაც ყველაზე ესეთია, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ავიღოთ ეს ჩვეულებრივად. და ეს 2 ცალი ესეთი გასუთაებული, კარგად გასუთაებული ქათმის ესეთი ბარგალი უნდა ავიღოთ და მოვათავსოთ ესეთ პატარა კვაში. დავასხოთ უნდა ეხლა ჩვენ ამას წყალი. ვინაიდან ეს ქათმები, რომლებიც იყიდება, ნიშნულობა არ აქვს, ეს მოსტე იქნება, ბიბი იქნება, მუხრანი იქნება, თუ სოფლის ქათამი არ არის და არ დარბის ეზოში, ხო? მაინც ასე თუ ისე იზრდება სწრაფად რაც შეიძლება პრემიქსზე და იმაზე 40 წუთზე მეტი ხაშვა არ ჭირდება რა. და ასევე 2 ცალი კვერცხიც უნდა მოხარშოთ რა. კვერცხი ჩვეულებრივად წარმოვიდგინეთ 10-15 წუთი, მეტი არ ჭირდება არც კვერცხს მოხარშოთ, თუმცა კვერცხი მაგრად უნდა მოიხარშოს, არ უნდა იყოს ესე რაღაცა რა, თოხლო და რაღაც არ ვარგა. ესე ვთქვა 15 წუთი. პირველი ხა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვიღებთ და ხარშავთ, აი ესე აი მოცავ. ბარგალს შეიძლება მოიხარშოს ასევე ქათმის წინა გულის ხორციც, მაგრამ ნუ აი ეს თეთრ ხორცსაც ეძახენ, მაგრამ თეთრ ხორცს აქვს ერთი პრობლემა, რომ ცოტა მშრალია. და აი პაშტეტში მე ისეთი გემრიელი არ გამოდის, თუმცა ხო ისე როგორია, კაცია და გუნება და ეს არ რა ქვია, გემოვნებაზეა ეს ამბავი რა. არის ან ადამიანები, რომლებსაც ის უფრო მოსწონთ, მაგრამ მე პირადად მაინც აი ბარგლის ხორცს და აი მის ანაჭერს ვამჯობინებ, იმიტომ უფრო წეპოვანია და უფრო უკეთესი გამოდის. ესე იგი, მოვუჩით ახლა ჩვენ ამას, გასჭირდება, ახლა მთავარი არის, ესე იგი ავდგეთ და მოვხარშოთ ესე იგი ბარგლები. მაგრამ სანამ ბარგლები მოიხარშება, არ დაგავიწყდეთ თქვენ გამოწერა, მოწონება და ასევე კომენტარები, თქვენი მოსაზრებები და შემდგომში კიდე რათა გაინტერესებთ რა გავაკეთოთ. აი მოიხარშა ქათამით დაახლოებით 12 წუთი დაჭირდა მოხარშვას. ეხლა უნდა გამოვიღოთ ესა. ამასაც რამდენიმე წუთი რომ შეცინდეს ცოტათი. ჩოპერი მზად გვაქვს და გამოვჭირეთ ახლა ეს ქათამი რა. კანი უნდა მოვაძროთ, კანი არ გამოგვადგება. არ ვარგა კანი მაშინ რა ქვია. პაშტეტში. კანს და ცოტა ისეთ ხორცებს მე უკვე ვაჭრობთ ჩიკას. მე პირადად თქვენ გეყოლებათ ძაღლი კატა, ან ეზოში იქნება მსგავსი ძაღლი კატა და შეგიძლიათ მათ უწილადოთ. ეს უნდა გავარჩიოთ საოცრად, სულ ხორცი უნდა დარჩეს. აი აგერ გარჩეული გვაქვს ხორცი და გადავიდეთ ახლა უკვე ბოლო სტადიას. პირველს ყრით ხორცს, რა თქმა უნდა. დავივარდა, მოდუქეთ. ხორცის შემდეგ ჩვენ უნდა აუქნათ ხახვი. აი ესეთი წითელი ხახვი რა. კარგია ამისთვის აქ პაშტეტისთვის. ვინაიდან მეორე სად უფრო თეთრი ხახვი არის უფრო, როდესაც შუშავ რაღაცას ვაკეთებ, როდესაც ვაკეთებ ესე ცოცხლად გჭირდება, ძალთებზე აი ესე დაგჭირდება დაახლოებით 1 ცალი ხახვი. ესე გავჭერათ ეს რამდენიმე ნაჭრად, რომ იოლად მოხდეს მისი დაჭოფერება შოფერში. ჩავყავთ ესე ხახვი. ეს ცოტა დიდი თავია, ამიტომ აი 1/4-ს ავტომატ პაუზა. ამას ეხლა ჩვენ დავამატოთ ესე ეს არის შავი დაკვილი პინდილი და წითელი წიწაკა და ასევე სურნელოვანი წიწაკის მიქსი არის აქ.
ეხლა ამას ჩვენ დავუმატოთ დოგვი, ნებისმიერი დოგვი შეგიძლია ეხმაროთ. გნებავთ ცხარე, გნებავთ სვანაერი, გნებავთ გერმანული, გნებავთ ქართული, როგორიც გინდათ. მე პირადად უშვები აი ეს ერთგოს ქართულ გემრიელ აჯიკას. ამ ყველაფერს დავამატოთ ორი ესეთი პატარა კბილი ძალიან ბევრი მომენტო აჯიკასაც აქვს ცოტა ნიორი და ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ ესე კარგი დაახლოებით 100-150 გრამი. ამას ახლა კვერცხი უნდა დავამატოთ, რომელიც თქვენ მოვხარშეთ და გავაციეთ. კვერცხი შეგვიძლია რა ესე უბრალოდ გავჭრათ აი ესეთი ფორმით, თავისუფლად მოხდება მისი დაბლენ დაჩოფერება უფრო სწორად. და მარილი უნდა დავამატოთ ახლა ამას ჩვენ, ვისაც რამდენი უყვარს და ვისაც რამდენი მოსწონს. მე პირადად აი ესეთი სავსე ჩაის კოვს უშვები, მეც ავუშვები მარილს. და ახლა ეს ყველაფერი ჩვენ დავდგეთ და უბრალოდ კარგად დავაჩოფეროთ. ესეც ჩვენი აი პაშტეტი. გადავიდოთ ახლა უკვე ეს პაშტეტი აგერ. საკუთარ ბევრი გამოვიდა ნახეთ ორი პატარა პარტალი იყო თავის ანაჯერით კატნის მეტი არ იყო ნამდვილად და აგერ მივიღეთ იმდენი პაშტეტი რომ ერთ ხოი ვიჯოს ეყოფა 1-2 დღე. ეხლა ამას კაი გახუხული პური და მერე ცოტა მიყოლება. აი გახუხული პურებიც მოვიდა. ეხლა წავუშვათ ლამაზად, აი ამ გახუხულ პურებს ეს პაშტეტი ხოშიანად, გემრიელად. თან სახში რომ ვაკეთებთ, აღარ მინანებთ, იაფი გამოდის, ნატურალური, ყველაფერი. ხედავთ რომ არ გაფუჭებულია და არც არაფერი. ხო და გავუშვათ, ეხლა წავუშვათ, გავაკეთოთ კარგი ეგრეთ წოდებული ბუტერბროდები. აი. ცოტა ვიზუალიც ვიცით, ვიზუალის თვალი ჭამს და თვალი სვავსო, ამბობენ, ჭიგრებო. ესეც, ესე. ოპ. და მოვაყაროთ ამას ახლა ჩვენ. კარგი კამა. და შეგვიძლია სხვა რაღაცას მოვაყაროთ, სხვა მწვანილი, ვისაც როგორ უყვარს რა. აი ამითი არის ეს მარტივი ზოგს გამაუყვარს, ზოგს კინძი, ზოგს ოხრახუში და რავი რა გითხრათ რა. აბა ეხლა ნებისმიერ გამზადებულს პაშტეტი იქნება თუ ნებისმიერი კერძი რა. თუ პატარა ჯანმრთელობა გიწყობს კაცს ხელს და მისაყოლებელი. რაჯობია არახს აგერთან ტარხუნაში დაძველებულს და მივაყოლოთ დეგუსტაციას, მივაყოლოთ. ნახოთ, როგორი გამოვიდა პაშტეტი და შედიცხინებული პურები. არაყი ძალიან მაგარია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ეს არ იქნება ნაკლები. გემრიელია. მართლაც კაია. კაი გამოვიდა, ღირს დაწვალება. თუმცა საწვალებელიც რა იყო რა. ნახევარ საათი რა. ატამი მაგის ხარჯება, კვერცხი 15 წუთში. მერე დაბლინდერება და ეგ გარდა ეგ რა. ცოტა გამომიწია კარგად.
აბა ჩემო საყვარლებო, ყველას დაგმოცავთ, ვინც უყურებს ჩემ არხს, გამომწერებს, მომწონებლებს და კიდევ ერთხელ გააზიარეთ ეს ვიდეოები, მოიწონეთ, მალე გათამაშებები დაიწყება ჩვენთან. ხო, ეხლა ჩვენ ტექნიკა და რაღაცებს არ გავათამაშებთ, მაგრამ პირდაპირ გავათამაშებთ პურმარილებს. პურმარილებს ჩვენ სამზე ღმერთმა სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა არ მოგაგოთ. იხარეთ ორთალეს სოფელს და შიგა. Arabics, fantastic.